გამარჯობა, ეს სტუდია ანტიბიოტიკია. დღეს ჩვენი სტუმარია სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე კუკა ბარამიძე. კუკა, გამარჯობა. სალამიოთო. ეხა რო გითხრა რომ მადლობა, მოხვედით თქო, ცოტა სასაცილო გამოვა, მაგრამ მაინც ძალიან დიდი მადლობა რომ რავი ჩვენს ისტორიას მოვყვებით დღეს ამ განაცემაში. ეხა წინა სტუმრები ყველა რაღაც ძალიან გამოცდილი საზოგადოებრივი ორგანიზაციები იყო. ჩვენ რაღაც ცოტა ისა ვართ, რა ქვია, ახალბედები ვართ, ესე ვთქვა, ჩვენი ორგანიზაცია და მიზნის შესახებ კი იცი, იმიტომ რომ ამ განაცემის რეჟისორი და ედიტორი შენ ხარ, შესაბამისად კითხვის გარეშე დავიწყოთ. როგორ დაიწყე, სად დაიწყე და ის რა მაინტერესებს, მოდი ესე ვილაპარაკოთ რა. ანუ ეს გურული მიდგომები პროტესტში რა, იმიტომ რომ საინტერესო იყო ყოველთვის ეს რაღაც ჩვენ აქციებს, პოსტერებს ასე შემდეგ ახლდა ეს ხასიათი გურული რა და მაგნაწილზეც გავამახვილოთ ყურადღება. კი ბატონო, მივესალმები მაყურებელს ოთო და ეხლა ჩვენ ისე ვილაპარაკოთ როგორც სტუმარმა და რაღაცა სხვა შორის პირველად ხარ მე წამყვანი და შესტუმარი. ცოტა ისეთი ამბავია, იმიტომ რომ რასაც ვნით, მაგრამ წარმატება ამ ჩვენს ახალ წამოწყებას, ამ პოდკასტს. ასევე თავიდანვე გამოვეხმაუროთ და სოლიდარობა გამოუცხადოთ ჩვენ მეგობარ ორგანიზაციებს, რომელსაც ეს რაღაცა სისტემა ასე ბრუტალურად და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე სისხლის სამართლებრივი დევნის ფარგლებში აქცევს. და გვინდა ვთქვათ, რომ ნუ ეგ ამბავი ჩვენთვის ძალიან მოსალოდნელი და ის არის, რა ქვია, პროგნოზირებადი და ისიც ვიცით, რომ საბოლოო ჯამში ვინ სად როგორ გაიმარჯვებს რა. ხო, რაც შეეხება ეხლა ჩვენს ამ აქტივობა, ჩვენი ორგანიზაციის ამ ამბავში ასე მოხდა მოკლედ რა, რომ ჩვენ მაგაზე როცა ვფიქრობ, თავარი ამბავი რაც არის ჩვენი განმასხვავებელი, თქვათ, სხვა რაღაც კლასიკური არასამთავრობო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან არის ის, რომ ჩვენი მოძრაობა ზოგადად არის პროტესტის პირმშოთ, ან პროტესტი თავი პირველი მარცვალი, რაზეც ეს დაფუძნდა არის პროტესტი, თავისთავად შეურიგებლობა, წინააღმდეგობა და რაღაცა ეს გურულ ხასიათზე თუ ახსენებთ, ანუ ამ რეგიონულ ამბავში ზუსტად ეს გურული რაღაც დაუმორჩილებლობა და ამაში ისტორიაც მოქმედებს და რაღაცა ხასიათის მოქმედებს, განვლილი ამბავიც მოქმედებს ამ ორგანიზაციას. თვითონ ისა, რა ქვია, ეს პროტესტი, როცა დაიწყო 22 წელი იყო, ხო? ეს მემარჯვენე ძალები რომ გააქტიურდნენ, სახელსაც ულტრამემარჯვენე ძალები რომ გააქტიურა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ, მაშინ დაიწყო რაღაცა გაერთიანება. პრინციპში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები გავერთიანდით ამ მოძრაობაში და პირველი იყო პრინციპში რომ აი ამ სახის რაღაცა ორგანიზაცია, ხო, რომ ის რა გურიაში ვიძახია. კი, გურიაში ნამდვილად პირველი, ხო, იმიტომ რომ რაღაც მან სამართლებრივი ფორმა ერთია, როგორ აქციებს თქვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მაგრამ ჩვენ ამას პროტესტის იმიტომ ვიძახი, რომ პროტესტის მარცვალზე არის დაფუძნებული, იმიტომ რომ როდესაც ეს თქვა ჩვენი დაუძინებელი და ტერი პირდაპირ იმტერი რაღაცა 200 წლის და იმას იქეთას და დღესაც რუსეთი პირდაპირ როცა შეიწრა ასევე ჩვენ მეგობარ ხალხს და მეგობარ სახელმწიფოს უკრაინაში აი რაღაცა ომის წამოიწყო ამ დროს ეს რაღაცა პრორუსული ძალები შეიძლება გეგმის ნაწილი იყო, რავი, ესე შანსი ხარ რომ გააქტიურდნენ და საქართველოს გააქტიურეს, ხო რა, ჩაერთო ხილაკი რომ ჩვენ აქ შევდივართ, თქვენ მაგ შედიხართ და მე რაღაცა ამაზე ალბათ უკრაინასაც 3 დღეში ამთავრებდნენ და მე და საფუძველი საქართველოში და ამის წინააღმდეგ მოკლედ მოხდა ისე რომ რაღაც დაორგანიზდა პროტესტი, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი საქართველოს მასშტაბით და ერთ-ერთი შედეგიანი ყველაზე, იმიტომ რომ ამან მერე მოგცა შესაძლებლობა რომ თელ ამ პროცესებში რაც შემდეგ ხდებოდა, ვთქვათ, ამ რაღაც პრორუსული ძალების წინააღმდეგ. ერთ-ერთი პირველები ვიყავით სხვა შორის, ესე მახსოვს, რომ თელ საქართველოს მოედო შემდეგ ეს პროტესტი, თუმცა ერთ-ერთი პირველი იყო ოზურგეთს, სადაც დაიწყო ეს ყველაფერი, რაღაცა. სხვა შორის ჩვენი ორგანიზაცია იმითაც გამოირჩევა, რომ რამდენიმე ასეული ადამიანის ყოლი აქციას და ერთი ადამიანის აქციებიც მქონია, რაღაცა თაკო მახსენდება რუსული ხომალდის მიმართულებით რო გაუშვა გემის მაკეტით.
ზუსტად ეგ ალდინფოს იმ რაღაცა ოფისად წოდებულ ეზოსთან კი გქონდა იგ ისა და ეგ იყო შედეგიანი აბსოლუტურად. ეხლა თლა ჩვენ თავზე ვერ მივიწერ მაგ ამბავს, მაგრამ ჩვენთვის გასაკვირად და ჩვენ ხშირად ვილაპარაკია მაგაზე, რომ ჩვენთვის ყოველთვის გასაკვირად ეს ელემენტი, ეს მომენტი აღმოჩნდა ყველასთვის ძალიან გამაღიზიანებელი და პრინციპული და წითელი ხაზი და უამრავი ადამიანი ხა ჩვენი ქალაქისთვის ძალიან ბევრი ადამიანი იყო იმ აქციებზე და ძალიან დიდი მოძრაობა და ტალღა ჩვენთან დაიწყო სინამდვილეში და ანუ მთელი ქვეყნის მასშტაბით თუ სადმე რამე ხდებოდა ეგეთი სულ ჩვენი ეს აქციები იყო და სხვა შორის მიუხედავად მკვეთრი დაპირისპირებისა, თქვათ, ხო, და ესეთი მკვეთრი პროტესტი იყო, ხო? არც ერთ ჩვენ პროტესტს არ აკლდა გურული იუმორი, რა. არა, პირიქით რაღაცა საიყაით, რაღაც პლაკატები იყო, სხვა შორის ჩვენი პლაკატები ძალიან პოპულარულია საქართველოში, ეგეც რაღაცა ის არის, ხო? ეგნიშაც არის თქვენ მეისმენთ და ასე შემდეგ. მეისმენთ და ირმას ჰქონდა პირველ იმაზე რაღაცა პირველივე გამოსვლაზე რაღაცა ისეთი ფრთიანი ფრაზები და დამახასიათებელი რომ ესე იგი ამ რაღაცა ამ პრორუსული ძალების დასასრულის დასაწყისი მაგით იყო რა რაღაც ამაში და ყავს ეგეთი ხალხი ჩვენ მოძრაობაში რომელიც ამ რაღაც ჯამში ახლა ეგ პროცესი შენც კი იცი მაგრამ უბრალოდ ხალხისთვისაც ჩვენ ახლა ამას ვლაპარაკობთ ხალხისთვის და მინდა მათაც იცოდნენ რომ აქ რაღაც ეგეთი ამბავია რომ ჩვენ არ ვზივართ რაღაც კლასიკურად და ვფიქრობთ რომ ის სად შევიტანოთ ეს სად შემოვიტანოთ ჩვენი თავარი მამოძრავებელი არის პროტესტი და მთავარი ამბავი არის ის რომ დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად ვიბრძვით თითოეულ ჩვენთაგანი კი და თავარი ამბავი არის რომ როგორ ანუ ის ბინძური ნიაღვარი პროპაგანდის რომელიც თქვა საზოგადოებაზე ესე იმასავით ვირუსივით ვრცელდება ხო ამას როგორ შევუშალოთ ხელი და ამავე საზოგადოებაზე როგორ ვიმოქმედოთ პოზიტიურად იმ ნაწილზე მით უმეტეს ვინც და მნიშვნელოვანი არ კიდე რომ ამ საზოგადოების ნაწილი რომელიც ფიქრობს და რაღაცას შინაგანად აპროტესტებს ამ ხალხისთვის ვიყოთ დასანახი რომ არსებობს ხალხი ვინც იმედით შეიძლება გქონდეს რეალურად ხო ანუ მიზანიც ხო ის იყო რომ საზოგადოებისთვის რავი ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ ქვეყნის ევროინტეგრაციაში და დღესაც მაგას ვემსახურებით ანუ ჩვენი ორგანიზაცია ზუსტად ეგ იყო რომ ამ დემოკრატიული ღირებულებების დაცვა, ადამიანის უფლებების დაცვა, ევროინტეგრაციის ხელშეწყობა, იმიტომ რომ განსაკუთრებით მაშინ გართულდა 21 წლიდან, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ გართულდა ყველაფერი და ფაქტობრივად ისა საბოლოო ნიღაბები ჩამოიხსნა ყველან და ყველამ საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება საით უპირებდა ამ ქვეყანას გადაგდებას და დღესაც იგივეს აგრძელებს ის ჩვენი მეგობარი ორგანიზაციები, რომელსაც სიცილსამართლებრივი დევნა დაიწყეს მათ წინააღმდეგ ეგეც მაგის ნაწილია, იმიტომ რომ 31 აგვისტომდე მოგეხსენება, რომ რაღაცა უნდა შეაფასოს დავალება კონკრეტულად მიცემული ხელისუფლებას, რომ პასუხები გასცეს უბრალოდ ევროკავშირის რა ხდება ქვეყანაში და ამათმა კიდევ უფრო დაამძიმეს სიტუაცია და ანუ ყველა ინდიკატორი აჩვენებს იმას, რომ ეს ხელისუფლება არ მიუტყვის ევროინტეგრაციისკენ რა. ეს ძალიან ზოგადად. ეხლა მოდი კონკრეტულ რაღაცებზე გადავიდეთ, იმიტომ რომ კონკრეტული აქტივობებიც იყო ხო ამ ორგანიზაციაში, არ ვიცი, რაღაცა ახალგაზრდული ბანაკები, კონკურსები ერთ-ერთი დიდი კარდაკარი. ძალიან მნიშვნელოვანია, მე მგონი, იმიტომ რომ არ ვიცი, რაღაცა ძალიან ბევრი სოფელი მოიარა ჩვენმა წევრებმა და რაღაცა ბევრ ადამიანთან ჰქონდა კომუნიკაცია და როგორ ფიქრობ, ანუ ეს რაღაცეები, რასაც კონკრეტული ქმედებები რაც ხდებოდა, რამდენად წარმატებული იყო და როგორ შეაფასებთ ზოგადად ამ აქტივობებს? კი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს არსებობის დიდი ისტორია, პერიოდი ისეთ დაემთხვა, რომ პროცესები ამ ქვეყანაში ძალიან დაჩქარებული და რაღაც სისწრაფით მიდიოდა ანტიდემოკრატიული და ანტისახალხო რა, ანუ საზოგადოების 80%-ზე მეტ სურს, ხო, ეს ევროინტეგრაცია და სურს, რომ იყოს ქვეყანა განვითარებული, წარმატებული ევროპული სახელმწიფო და ამის საწინააღმდეგოდ ყველაფერს აკეთებს ეს რაღაცა მახინჯი სისტემა და ჩვენც ამ პროცესში ვინაიდან ჩვენ მთავარი ამბავი არის რომ საზოგადოება და ეს რაღაცა ქვეყანა სახელმწიფო გადარჩეს და ჩვენ რესურს ამაში ვდებთ, ყველაფერს ვაკეთებთ კანონის ფარგლებში და იმ კონსტიტუციის მონიტორინგის უფლებების ფარგლებში, რაც თქვა ადამიანს შეიძლება ქონდეს. ზუსტად კონსტიტუციაში რაც წერია რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ჩვენ ზუსტად ვიცავთ ჩვენ კონსტიტუციას განსხვავებით ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისაგან. კი და აი ამ კონკრეტულ რაღაც ამ ქმედებებს რაღაც კონკრეტულ აქტივობებშიც გამოხატავთ ხოლმე, კი ბანაკებიც ქონდა ახალგაზრდული
ბანაკი, სადაც ამ ღირებულებებზე იყო ძირითადად ამ ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანების მოძიება გჭირდებოდა, რომელიც მე იქნებოდნენ აქტიური. ასევე ჩვენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი მართლაც აი ამ რუსული კანონიდან მოყოლებული, პირველი რუსული კანონიდან მოყოლებული, შემდგომ არჩევნების პერიოდიდან კარდაკარის მთავარი ერთ-ერთი ძირითადი ისა რა ქვია აქტორები ჩვენ ვიყავით ჩვენ რეგიონში ჩვენ თავიდან გახსოვს დავიწყეთ გამოვიყენეთ თქვა ესეთ რესურსი რაც გვაქვს ირმა ბორდელაძე ლადო აფხაზავას რაღაც ტანდემი მოსახლეობის კარდაკარის სადაც თქვა რიგდებოდა აი ეს ჩვენი მეგობარი ორგანიზაციების მიერ გამოშვებული მაშასთან და ევროპელი ძალიან კარგი გაზეთი სადაც თქვა ამ ღირებულებებზე იყო საუბარი და ასევე მოსახლეობასთან იმის ახსნა და მიტანა თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას ასევე რა მნიშვნელობა ჰქონდა შემდგომ თქვა არჩევნებზე მისვლას და თავისი გადაწყვეტილების დაფიქსირებას იმიტომ რომ აქ არ იყო ლაპარაკი რომ ამ ვის მიეცი ხმა აქ იყო საუბარი არჩევანი ევროპის დასავლეთი ხო რუსულ ჭაობს შორს აი პირდაპირ ესე და ამის საზოგადოებაში ფართოდ გაშლა და მიტანა ნუ ჩვენი შეფასებით ამან მნიშვნელოვნად იმუშავა რა რაღაც იმედები მაშინ იყო ხალხში და კონდა ამას ისა რა ქვია რაღაც мотиваცია და ის იგზნობოდა ადამიანებში და საბოლოო შედეგი ჩვენ ვიცით რომ საბოლოო შედეგიც იყო ისეთი რაც უნდა ყოფილიყო თუმცა არჩევნები არ ყოფილა მიტაცეს ჩატარდა რა თქმა უნდა კი საინტერესო იყო ასევე სოფლებში რაღაც ძველი გურულების იმპერიალისტურ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიები ესე თქვა რაღაცა ეგეც საინტერესო მომენტი იყო ეპიზოდი ანუ ჩვენ ეხლა ერთ-ერთი მიმართულება რასაც ამ აქტივისტურ ამბავში რასაც ვაკეთებთ არის ამ ონლაინ სივრცის ათვისება და გამოყენება რა და ამის ძალიან ბევრი რაღაც გვაქვს ეგ იყო ერთ-ერთი მოკლე ვიდეოები თქვა გურული და იქ ადგილზეც როგორ ქვია მოდელოზეც იგივე აქტივობა იყო ესე რომ პირისპირ ადამიანები გურული ან გურიდან წასული ადამიანები რა მხელა წინააღმდეგობას და ბრძოლის რა მხელა მაგალითი დატოვეს ისტორიაში ამ რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ და პირდაპირ თქვა რომ ტრის წინააღმდეგ რომელიც პოვს ამ ქვეყანას და უნდა რომ საერთოდ ამოძირკოს და რაღაც მიერთოს და მის გუბერნიად აქციოს და ამის რაღაც სერია ჰქონდა ამ პატარა ვიდეოების ასევე ჰქონდა გადაცემა ანტიბიოტიკი რომელიც ჩვენ პარტნიორ ტელევიზია გურია ტივშიც გადიოდა სადაც თქვა ყავდა ძალიან საინტერესო სტუმრები რომლებიც ლაპარაკობდნენ სხვადასხვა სფეროსთან რომლებიც ამ თქვა ინფორმაციას აწვდიდნენ საზოგადოებას ამ კონკრეტულ სფეროში რა მნიშვნელობა ჰქონდა იმას რომ ჩვენ ვიყოთ ევროკავშირის წევრი ანუ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ასევე რა ვიცი შემდგომ ახლა ამ ბოლო პერიოდში ვაკეთებთ ისტორიებს ადამიანებისა რომლებიც პროტესტში განაცხადეთ ანუ ჩვენ რეალურად ჩვენი ეს რაღაც აქტივობი ვცდილობდით რომ რეალური ისტორია რაც იყო ამ რეგიონში და არსებობს ეს გამოცდილება და რთული გამოცდილება, ცუდი გამოცდილება იმ ხრივ რომ საბჭოთა რუსეთმა და მანამდე მეფის რუსეთმა თუ რა დამართა მთელ ქვეყანას და ასე შემდეგ, ხო? ანუ ჩვენ გვინდოდა რომ ეს ადამიანებს კიდევ ერთხელ გაიხსენებინათ და დაენახათ თუ რამხელა პრობლემა არის რუსეთი და რუსეთის უკანაეზოდ ყოფნა. ანუ რეალურად ჩვენი ორგანიზაცია სულ ყველა გადაცემაში მაგას ვამბობ, რატო არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია და რატო არის ქართული საქმე. იმიტომ რომ თუ ვინმე ებრძვის ქართულს ყველაფერს ეს იქნება ტრადიცია, კულტურა და ასე შემდეგ ეს არის რუსეთი და რუსეთის იმპერია, ხო? და ეს ყველა ჩვენი აქტივობა რომელიც შენისაუბრემეს რაღაცა დავამატე, ხო? მიმართული იყო იქითკენ რომ ერთის მხრივ დაგვენახებია თუ რას იკეთებია და როგორი დაცულია კულტურაც, იდენტობაც ევროკავშირში და ევროპაში და დასავლეთში ზოგადად და ამის საწინააღმდეგოდ რა ხდება რუსეთში, ხო? ზუსტად ამიტომ არის ეს ქართული საქმე. და ეხა მოდი ამ ბოლო პერიოდზე გადმოვიდეთ, რომ აი ამ რეპრესიულმა კანონებმა რა და ეს კანონები ყველაზე მოქმედებს. ეხლა ზოგი ორგანიზაცია, ზოგმა ორგანიზაციამ საერთოდ გააჩერა მუშაობა, გამომდინარე იქიდან რომ ბევრი ეს რეპრესიული კანონი ერთად მიიღო. შენ როგორ შეაფასებდი, ანუ რის საწინ რატო იღებენ ამ კანონებს, რა? კი, ცხადია რომ ხელისუფლება ეგეთი ცნება ვიყენებთ ხოლმე თორე მიტაცებული ძალაუფლება რეჟიმი ეგრეთ წოდებული ჩემი შეფასებით ახლა გეტყვით და მაგალითით შემილია გითხრათ რატომ სჭირდება რეჟიმს რომ არ იყოს ორგანიზაცია რომელიც საზოგადოებას მიაწვდის სიმართლეს რომელიც დაანახებს ადამიანს რომ მის ფუნქციას რომელიც ადამიანს აგრძნობინებს თავს
გადაწყვეტილების მიმღებად და რაღაც ამ ქვეყნის შენებაში მონაწილეობის სურვილს გაუჩენს, რატომ არ უნდა იყოს ისეთი ორგანიზაციები, რატომ ცდილობს სისტემა, რომელიც დაეხმარება მაგალითად ამ აქციების დროს ამ რაღაცა რეჟიმის ტყვეების სასამართლო პროცესებზე დაანახებს ფართო საზოგადოებას რა სიბინძურესთან არის საქმე და სრულად დანაშაულ ადამიანებს რატო უკეთებენ ამას, რატომ არ უნდა სისტემას რომ იყოს ორგანიზაციები, რომლებიც დაიცავენ რაღაც ძალადობის მსხვერპლებს, რომლებიც ადამიანებს დაეხმარებიან სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში არა რაღაც ფიზიკურად, არამედ სრულად საკანონმდებლო ჩარჩოში თავისი უფლებების და თავის რაღაცა ღირებულებების ამ ადამიანამდე მიტანით, რომ მან მე ამის რეალიზება შეძლოს. ამის აი ძალიან მკაფიო მაგალითია, თუნდაც ეს ეგრეთ წოდებული ახლა საარჩევნო პერიოდი ოზურგეთშიც რო დავაკვირდეთ, მთელი ქვეყნის მასშტაბითაც რო არ გავშალოთ, ანუ ჩვენ ვიცით ხო, რომ არჩევნები ეგრეთ წოდებული საბჭოთა კავშირში სწარდებოდა რა, მაგრამ იქ გარანტირებული იყო, ანუ იქ შეიძლება ფორმალურად იყო ერთი ან ორი რაღაც კანდიდატურა, მაგრამ გადაწყვეტილება იღებდა, კომუნისტური პარტია, ხო? ანუ იგებდა ყველა სიხარულით მიდიოდა. იგებდა არა, იწერდა. იწერდა, როგორც ანალოგია იგებდა. მე რაღაც მომენტში დაწერაც აღარ ჭირდებოდა, იმიტომ რომ არჩევანი ფაქტობრივად აღარც იყო, ვერც სხვა რაფერს ვერ გააკეთებდი და ინარჩუნე. ზუსტად ისევია დღეს. აი თუ დავაკვირდებით საარჩევნო კამპანიას, თქვა აქ ოზურგეთშიც, ასევია დღეს ზუსტად რომ აი თქვა კომუნისტური პარტია რა, ერთი პარტია. ხო, მაგრამ ბოროტიენები იცი რას ამბობენ? რომ ესო, ოღონდ ადგილობრივი წვრილფეხობაზე მაქვს ლაპარაკი რა, რომ ოპონენტი რო არ ყავსო, წვრილფეხობას ფული შემოაკლდა შავი პარტიულიო რა და ნერვიულობენ მაგაზე მაგრა. თო ესე ამბობს ბოროტიენები რა და. ხო და აი უყურე ანუ წვრილფეხობას ერჩივნა რომ ვიღაცა ყოფილიყო ოპონენტი, რომ იქ რაღაცა პარტიული შავი ფული გაეხრა და ეხა ეს შესაძლებლობა არ აქვს და ძალიან ნერვიულობენ რომ ასე ამბობენ. კი, ანუ ეგ არის დამატებითი ბენეფიტი ამ წვრილფეხობისთვის, ეგ გახურის ამბავი, მაგრამ საზოგადოების წინააღმდეგ რა აბსურდია, ანუ ამის დანახება მინდა, რომ აი მაგალითად არის ერთი კანდიდატი, არის ერთი პარტია, რომელიც ახლა მოსახლეობაში ვითომ დადის და რაღაცა პროგრამებს და იმას ასწავს და ამასობაში ადამიანმა იცის რა გაჭირვება ამ ქვეყანაში, რა იცის რომ რეპრესიების სიტყვას ვერ ამოიღებ, მათ სამოქალაქო საზოგადოება თითქმის მოსპობისკენ მიდის. გზა არ აქვს, წყალი არ აქვს, საჭმელი არ აქვს. აი პარტნიორი ქვეყნები ჩამოგშორდა, ევროკავშირზე უარი თქვი და პირდაპირ რუსეთის გავლენის ქვეშ ხარ და ამას იცი ადამიანი შენ გძნობ ამას ხო და ხედავ ამ ეგრეთ წოდებული რაღაც პოლიტიკური საარჩევნო კამპანია, სადაც მართლა აი ქერიქტონების დინასტიასავით დამწკრივებული ისა მერი ახლანდელი, ისა მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, კანდიდატი მერი, გუბერნატორი, დეპუტატი, ეს ხალხი დგან ასე წარმოჩენილი და ერთი-ორი ადამიანი ვიღაცა ასევე იყვანილი იქა და რაღაც თითქოს ერთი ბედნიერი კოცი ყველა სოფელშია და რაღაც იმის ფოტო დანარჩენი თუ დააკვირდეთ. ხოლოდ ეს ერთი ბედნიერი კოცი ყველა სოფელში. ეს ხო არა. სოლარიუმი ვერ ასრულდა, მაგრამ ერთი ბედნიერი კოცი ყველა სოფელს არის და ანუ და ის არის ტენდერში. და ის არის ხო და ამასობაში ანუ ხო და აი უყურეთ კიდე მეორე აბსურდი რომ ადამიანი როცა ამას უყურე ხო წლებია და ხედავ ერთ არჩევნებზე მოდის იგივე ხალხი მეორე არჩევნებზე ზუსტად იგივე სახეები და ხვდები რომ რა ვიცი რამდენი წელია 2012-დან ახლა ისა რა ქვია 13-14 ხო სიტყვაზე ერთი და იგივე საკრებულოს თავმჯდომარეა რა. მეორეს თუ შეხედავ, ერთი კაცი ხან პარტიის წარმომადგენლად იყო მოსული, მერე გამგებლის მოადგილედ, მერე მერის მოადგილედ, ახლა გუბერნატორად, მეორე ისა რა ქვია, დეპუტატად და ხომ და მიხვდე, ანუ ხვდება ხა ამ ადამიანი ამას რომ ეს ამათთვის კი არაფერს არ შვება, პროგრამაც იგივეა. უბრალოდ სხვა სტატუს შეცვლილი ხალხი რომელსაც თავისთვის შვებიან ამას, ანუ ეგ ხო დიდი აბსურდია და სწორედ იმიტომ ხდება ეს ყველაფერი, იმიტომ უტევენ ამ ორგანიზაციას, იმიტომ არნო სამოქალაქო საზოგადოება, რომ ადამიანს ან ამაზე არ დაფიქრდეს, ან ვინც ამაზე ფიქრობს ამბობს, ადამიანებს არ დაანახოს. ხო, ზუსტად მაგას ვამბობ, ეს ხშირად ეგ არის, რომ რაღაცა პროპაგანდა იმას ამბობს, რომ რაღაც კონკრეტულ ორგანიზაციებს ვეძვით და რეალურად ებრძვიან სამოქალაქო საზოგადოებას. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი და გეთანხმები აბსოლუტურად რომ ესენი ებრძვიან მთელ სამოქალაქო საზოგადოებას, იმიტომ რომ ამათ ზულთ თავისუფალი ადამიანი, ამათ ზულთ ადამიანები, რომელსაც შეუძლია ხმამაღლა ისაუბროს იმ არსებულ პრობლემებზე და პრობლემები არის უამრავი ამ ქვეყანაში, რავი, აღარ ჩამოვთვლით, რომ ბევრი ვისაუბრეთ და ზუსტად ეს არის, რომ ამ ადამიანებს, ამ რეჟიმს სურს, რომ ეს თავისუფალი ადამიანები ერთხელ
გადასამუდამოდ გააჩუმოს და რაღაც ის მისი რაღაცა ელიტა რამდენიმე ასეული ადამიანი აცხოვროს და ისევ ხალხის ხარჯზე და ისევ ხალხის რაღაცა შექმნილი დოვლათის ხარჯზე ისინი კიდევ უფრო გამდიდრდნენ და ეს რაღაცა ხალხი კიდევ უფრო გაღარიბდება და შესაბამისად ხო ეს რაღაც სამოქალაქო საზოგადოება ზუსტად ის ნაწილია საზოგადოების რომელსაც აქვს ეს მუხტი რომ დაიცვას ეს ქვეყანა აი ამ რაღაცა რუსული აგრესიისგან რომელიც დღეს არის და რომელსაც ფაქტობრივად აი რაღაცა ამ რეჟიმის ხელით, რავი, ნაწილობრივ დაპყრობილი ვყავართ უკვე რა, ნუ არ ვიზახი იმას. ოკუპირებულ ტერიტორიებს, ხოლო აქეთაც უკვე ახლა ამ რეჟიმის პირობებში, რა ვიცი, ახლა დაპყრობილია ფაქტობრივად, იმიტომ რომ ყველაფრის საწინააღმდეგოდ წავიდნენ რაც კი შეეძლოთ გაეკეთებინათ, რა ყველა კანონს არ ღვევენ, ყველა კონსტიტუციას არ ღვევენ, სასამართლო არ არსებობს ფაქტობრივად და რავი, ადამიანებს აბატიმებენ არაფრის გამო. სუფთა ფურცლებზე გვეცინებოდა რუსეთში და აქაც დააკავეს რა და ერთი კითხვა მაქვს კიდე და ბოლოსკენ წავიდეთ რა, რომ რამდენიმე წლის წინ, მე მგონი 5 წლის წინ ვიყავი მე შენთან სტუმრად რა და ესეთ მომენტს განვიხილავდით, რომ ამაზე ვერ შეთანხმდა ერი რომ ვინ არის მტერი რა და ამ 5 წლის შემდეგ როგორაა შენი შეფასება ბოლო შეთანხმდა ერი რომ ვინ არის მტერი ამ ქვეყანაში თუ ვერა სიმართლე გითხრა რომ ეგ შეთანხმება თუ უწოდებთ მაინც ვერ ხედავ მე ამ შეთანხმებას ვინ არის მტერი რომ ან თლიან რაღაც საერთო ყველა თქვა პოლიტიკური იდეოლოგიის შეხედულების რაღაც საქმიანობის ადამიანი რომ ამაზე შეთანხმება თუმცა მე მგონი უმრავლესობა ამბობს რომ რუსეთი მტერია ეგ ცალსახა და იმ დროის მერე ეს ხელისუფლების გარდა და მასთან აფილირებული ადამიანების გარდა დღეს უკვე ყველა ამბობს რომ რუსეთი მტერია ბევრად წინ არის წასული ბევრად ანუ ამ ქვეყნის უმრავლესობა კვლევა რომელიც ხშირად მოყავს ხოლმე რა, ნუ 80%-ზე მეტი ვთქვათ, რომ ირჩევს ევროკავშირს, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ უარს ეუბნება და 72%-ზე მეტი ნატოს ირჩევს. კი, და ნატოს და ვთქვათ ამ სტრუქტურები, სადაც ცივილიზაცია და სადაც დაცულობის შეგრძნება და ვთქვათ რაღაც ღირებულებებია და განვითარების რეალური შესაძლებლობა არის, ხო? ეგ ავტომატურად ამას ნიშნავს, მაგრამ თუ შეთანხმებაზე ვლაპარაკობთ, არის საზოგადოების რაღაც ნაწილი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ და ჩვენთვის სამწუხაროდ ვერ ანუ არ მიუწვდება ხელი ინფორმაციაზე ან ამ ინფორმაციას ვერ იყენებს შესაბამისად რომ მან თვითონ დასკვნები გააკეთოს იმიტომ რომ პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს ეს ველი არის აბსოლუტურად რაღაცა ისეთი ყამირი იმის ამ პროპაგანდისტის რომ ჩასხას ეს თავისი რაღაცა ეს ბინძური აბსოლუტურად რუსული რამე ახალს ვიგონებთ კი არა აბსოლუტურად ერთი და იგივე კანონებიც იგივე მიმართულებებიც იგივე ნარატივებიც სულისკვეთებაც იგივე ქმედებაც რუსული, ანუ მოქმედ მთლიანი ფუნქციონირება არის სწორედ ამ რუსული სისტემის გადმოტანილია აქ და ეხა ბოლოსკენ რო წავიდეთ, იმიტომ რომ ფორმატი არ გვაძლევს ამის იმას, ერთ უბრალოდ შეფასებას ვიტყვი, რომ ნამდვილი გურული გადაცემა გამოგვივიდა, იმიტომ რომ დავიწყეთ და უნდა გვესაუბრა ორგანიზად ჩვენს მოძრაობაზე და უცებ გეოპოლიტიკა მოვიხილეთ და დიდ პოლიტიკაში გადავიჭერით, თუმცა ამის ნაწილია ეგ მოძრაობაც, იმიტომ რომ ზუსტად ეს ადამიანები ვინც ჩვენს ირგვლივ არის გაერთიანებული და უბრალოდ ამ მოძრაობის ირგვლივ არის გაერთიანებული ზუსტად ცდილობს იმას რომ ეს ქვეყანა გაიყვანოს თავისუფლებისკენ წაიყვანოს ზუსტად მშვიდობისკენ და გაიყვანოს იმ მშვიდობის კუნძულზე რასაც ევროკავშირი ქვია მადლობა კუკა უბრალოდ ბოლოსკენ რაღაცა 1-2 წინადადებით რაღაცა მომავალს როგორ ხედავ რა და ალბათ პოზიტიურად დავამთავრებ. კი, იმედი მაქვს. ხო, ცხადია, ის არის საკითხი ასე უყურებთ ჩვენ რა, ის რაზეც ვილაპარაკეთ და სადაც მიგვიყვანს თქვათ რაღაც საუბარი, აბსოლუტურად ეს გვამოძრავებს ჩვენ და ეგ მიბმულია ჩვენი საქმიანობა და ჩვენი რესურსი ამიტომ მიხარჯება ამაში, რომ ეს აქეთ მივიდვი და რა გვიშლის ხელს, ეგეც ცხადია და ამაზეც ვლაპარაკობთ. თუმცა მთავარი ამბავი სწორედ ის არის რომ მე მომავალს ესე ვხედავ და ჩვენი თავი ასე წარმომიდგენია რომ ახლა დიდი იმედი კი არ გვაქვს რომ მანდა-მაინც წიგთან ახლოს და კითხვა შეძლებული ადამიანები არიან ჩვენს ოპონენტებად მაგრამ საზოგადოებამ არის საზოგადოებაში ეს რესურსი რომ თქვათ განასხვაონ ძალას და განათლებას შორის მნიშვნელობა და რომელი მხარე აირჩიონ და ჩვენი როლიც ამ შემთხვევაში მე ესე წარმომიდგენია და ხანდახან ესე თუ ვიტყვით ამას ესე უყურებ რომ ამ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი არის სწორედ აი ამ კლდის პირას დგომა
სადაც აი ჭვავისყანაში მოთამაშე ახსაზდელი საზოგადოება ასე რაღაც გაურკვევლად რაღაც სხვადასხვა ნარატივებზე მერყევი არ გადაგვიცივდეს იმ უფსკრულში და არ დავღუპო და არ ჩაგვივარდეს ეს სახელმწიფო რა და ჩვენი თავი წარმოგვიდგენია კარგად ამ ქვეყანაში მაშინ, როცა ჩვენს ირგვლივ ხალხიც არის კარგად, თორე ინდივიდუალური კარგად ყოფნები ანუ შესაძლებელია. მაგით განსხვავებით კოცები. ხო, ეს განსხვავებით ჩვენ და მე იმედია ჩვენ საზოგადოების კეთილდღეობა გვინდა და რაღაცა ჩვენ პირადად. რა თქმა უნდა და ჩვენ აი მაგით მინდა დავამთავრე. არანაირად რა ვიცი კეთილდღეობა არ არის ის რომ რაღაცა მთელი რეჟიმი გემუქრება გევზვის და გემუქრება სიცხლის სამართლებრივი დევნით. რა ვიცი ეს თუ ვინმეს კარგი მდგომარეობა გონია, არ ვიცი ხო და ამიტომ მიუხედავად ამისა პოზიტიური და მთავარი ამბავი არის ის რომ ჩვენ ვინც თავი წარმოგვიდგენია ამ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილად, აქტიურ ნაწილად, გავართ მყარად სწორედ ამ და ბრძოლას არ წყვეთ. ხო, და არ წყვეთ ბრძოლას და ვიქნებით მანამ სანამ ეს თქვათ ის ძალა რომელიც ამ ხალხს მოერეკება უსკრულში არ იქნება ამ ქვეყნიდან თქვათ მოშორებული იმ სადავეებში რომ მათ არ ხონდეს გადაწყვეტილების მიღების უფლება. მადლობა კუკა, მადლობა სტუმრობისთვის, რავი, წარმატებებს უსურვებ ყველა აქტიურ მოქალაქეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ქვეყნის განვითარებისთვის იბრძვის. მადლობა კიდევ ერთხელ.